მოდით ვნახოთ რა რაოდენობის ნახევარფაბრიკატოს მომამზად ფარშისგან ასკოლო ლანჩბოქსების შესავსებად. დავიწყოთ. საქონლის ფარში გავყოთ 3 ნაწილად. დავაბლენდეროთ სტაფილო, ნიორი და ხახვა. გადავანაწილოთ სამივე მათგან. შლეტისა და ბურგერის მასას გადავურიოთ დამბალი ბურგერი. ბუფთის მასას გარეცხილი ბრინჯი. მესამე ნაწილი კი მოვშიშოთ ზეთში. ისგან 2 დღის სადილს მოვამზადებთ. ამ ბავშვებს სკოლაში ლანჩისთვის მეტი мотиваციისთვის ოზმოს ტკბილეული და რამოდენიმე შეგურჩიოთ. შუშულ ფარს დავუმატოთ ბულგარულისა და კანგაცრილი პომიდორის წვენი. გადავურიოთ მაკარონს. სადილი მზად არის, ახლა კი გავყინოთ გუფთა. შემდეგ ბურგერის ხორცი და იმავე ხორცისგან კოტლეტები. რახან შრომა იყოს ვიფიქრე მე და შნიცელიც მოვამზადე. და რა თქმა უნდა სალათის ინგრედიენტებიც. შნიცელი ამოვავლე საფენელში და გავუშვი გასაყინად. სალათი მოვამზადე 2 დღის პორცია. ავარია არ დავუმატოთ მარილი და ზეითუნის სირი. შნიცელი, კოტლეტი, ბურგერის ხორცი და გუფთა მზად არის. ეს მარაგი ყოველდღიურად გამომადგება ლანჩბოქსების ასაწყობად. ისე როგორც ახლა. ბავშვების ლანჩი უნდა იყოს დაბალანსებული. დღეს ისინი მიირთმევენ კოტლეტს, ბრინჯს, სალატს და რა თქმა უნდა ხილს. სახალისებლად კი ოზმოს ტკბილეულსაც ვატარ. რა თქმა უნდა თავისთვის და მათი მეგობრებისთვის. მეთოდი საგრძნობლად გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას.